ამით კიდე მინდა გავაკეთო თქვენთან კიდე რაღაცაზე რეაქცია გამოვხატო. მე არავინ არ მარიგებს. აქ თუ არ იგებს საზოგადოებას, აქ თუ ასწავლი ჭკვას. მე თვითონ ვიცი, ჩემი ცხოვრებისთვის რა არის უფრო მართებული, სწორი და რა თქმა უნდა ჭკვიანური. ერთი შემომხედეთ, მე ვინ რა უნდა დამარიგოს, ჩემი ცხოვრებით ავცხოვრობ და ამდენი დარდისა და ტკივილის მე რაც მე შვილი უკანონოდ ჩამომართვეს, ძალიან კარგად ვაზროვნებ, ძალიან კარგად ვშრობობ ყველგან და ყველგან მაქვს მე ჩემი მიღწევები და ჩემი ცხოვრების სტიმული და ჩემი ცხოვრების გზა. ამიტომ ერთადერთ რამეს გეტყვით, მე არ დარიგებით კი არ ვისაუბრე, მე ვისაუბრე რაც თავში იდეა მომივიდა და რასაც მაწვდის უფალი ყოველთვის. და ამიტომ გეუბნებით, რომ ყოველთვის იყავით სიმართლის მტკბელები, სამართალდამცველები, სამართლიანობა იქადაგეთ, ტყუილებით და სიცრუით და სიყალბით თქვენ თავებს დააზიანებთ და ღმერთი არავის არაფერს არ აპატიებს, კიდე ეგეც იცოდეთ. თქვენ უნდა პირველი მოძებნოთ ჭეშმარიტება, ნამდვილი სარწმუნოება ასე გვიქადაგებს და მოგვიწოდებს, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ სიმართლის მტკბელები, არავის ცილი არ უნდა დავწამოთ, არავის მსჯავრი არ უნდა დავდოთ და ცრუ ბრალდებებით თქვენ თავებს დააზიანებთ, თორემ მე კი არაფერი არ მომივა. მე ვლოცულობ ეკლესიაში ვიბლის სახში წამიკითხავ ლოცვებს, ყოველთვის გალობ, ყოველთვის ვარ უფალთან ახლოს, ვარ მთავარ ანგელოზებთან ახლოს. როდესაც ჩემში სინანული მოდის ჭკვე, ბევრი ცრემლი წამოვა მდინარისავით გარდა, მაშინ მოდის მაცხოვარი მესახება, თეთრებში გამომესახება და თავზე ხელს მისვამს. როდესაც უკვე ხლით ჩამიქნევია ცხოვრებას და იმედი გადამიწურია, მაშინ ბერი გაბრიელის ჯვრები გადაუსახია. როცა მივსანამ ეკლესიამდე მივსურვა გზა განათებულა თეთრად. აი ეს არის სარწმუნოებრივი ცხოვრება. აი ეს არის ღვთისადმი სიყვარული და ღვთაებრივი მადლის გადმოღრა, რომ მეკითხებიან ქეთევან მადლი როგორი იყურება. ამას ყველა ვერ ხედავს და ვერ იგებს. ძიმე ჯვარია ჩვენი ცხოვრება და ეკლიანი გზა და ვიწრო გზა არის. ამიტომ ამას უნდა ბრძოლის უნარიანად და შრომის უნარიანად მოვეკიდო და თუ ვინ რა ცოდნა კვალიფიკაციას და ნიჭს იღებს, ესეც უფლისგან ეცლება თითოეულ ადამიანს და მადლობდეთ უფალს ყოველ დღე.